ქურთების მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ასპექტებს. მათი ქვეყნის შექმნა გულისხმობს სერიოზული გამოწვევების დაძლევას, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებისგან, სადაც ქურთები ცხოვრობენ. ქვეყნის შესაქმნელად საჭირო ნაბიჯები. 1. შიდა ერთიანობის მიღწევა. ქურთების ყველაზე დიდი გამოწვევა მათი შიდა დაყოფაა. პარტიული განსხვავებები, მაგალითად, და ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. გეოგრაფიული განსხვავებები, თურქეთის, ირანის, ერაყისა და სირიის ქურთებს განსხვავებული მიზნები და პრობლემები აქვთ. რა არის საჭირო? საერთო ეროვნული იდეოლოგიის ფორმირება, რომელიც დააკავშირებს ქურთულ ფრაქციებს. ძლიერი და ცენტრალიზებული პოლიტიკური ლიდერობა, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების გაერთიანებას. 2. მხარდაჭერის მოპოვება საერთაშორისო საზოგადოებიდან. ქვეყნის შექმნა თითქმის შეუძლებელია ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. შესაძლო მხარდამჭერები. შესაძლოა დაეხმაროს ქურთებს, როგორც ეს სირიაში სირიის დემოკრატიულ ძალებთან თანამშრომლობის დროს მოხდა. ევროპა, განსაკუთრებით ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც ხშირად უჭირთ ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობა. ისრაელი მხარს უჭერს ქურთებს, რადგან ეს ასუსტებს ირანს და სხვა რეგიონულ მოწინააღმდეგეებს. როგორ უნდა მოიქცნენ ქურთები? დიპლომატიური კავშირების გაღრმავება ამ სახელმწიფოებთან. საკუთარი თავი წარმოაჩინონ როგორც დემოკრატიისა და სტაბილურობის ფაქტორი რეგიონში. 3. ეკონომიკური ბაზის შექმნა. ქვეყნის არსებობისთვის ძლიერი ეკონომიკური საფუძველია საჭირო. ქურთისტანის ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ერაყის ქურთისტანში, სადაც არის ნავთობის უზარმაზარი მარაგი. საჭირო სტრატეგიები. ნავთობის ექსპორტის დამოუკიდებელი მარშრუტების განვითარება. ინვესტიციების მოზიდვა უცხოეთიდან. 4. სამხედრო სიძლიერე. ქურთისტანის დამოუკიდებლობა დიდწილად იქნება დამოკიდებული სამხედრო სიძლიერეზე. კარგი მაგალითი, ქურთულმა ძალებმა დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. რა არის საჭირო? თანამედროვე იარაღის მიწოდება. სამხედრო ტაქტიკებისა და სტრატეგიების დახვეწა. გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნა, რომლებიც არ იქნება პარტიული დაყოფის ქვეშ. 5. რეფერენდუმი და პოლიტიკური აღიარება. ქვეყნის ლეგიტიმურობისთვის საჭიროა საერთაშორისო აღიარება. ერაყის ქურთისტანის მაგალითი, 2017 წელს ერაყის ქურთისტანში ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, მაგრამ საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა. რა არის საჭირო? რეფერენდუმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მხარდაჭერა გარანტირებული იქნება. მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ერაყთან, თურქეთთან და ირანთან. ვინ შეიძლება დაეხმაროს ქურთებს? 1. რატომ? ქურთები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლაში. როგორ? სამხედრო დახმარება. პოლიტიკური მხარდაჭერა გაეროში და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე. 2. ევროკავშირი. რატომ? ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა. როგორ? ფინანსური დახმარება. დიპლომატიური ზეწოლა მეზობელ ქვეყნებზე. 3. ისრაელი. რატომ? ქურთების დამოუკიდებლობა ასუსტებს ირანს, რომელიც ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგეა. როგორ? იარაღის მიწოდება და დაზვერვის მხარდაჭერა. 4. დიასპორა. ქურთული დიასპორა ევროპაში და ამერიკაში მნიშვნელოვან ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. საბოლოოდ, ქურთების მიერ საკუთარი სახელმწიფოს შექმნა მოითხოვს შიდა ერთიანობას, საერთაშორისო მხარდაჭერას და ამტკიცეს სტრატეგიას. ეს პროცესი შესაძლოა ათწლეულები გაგრძელდეს. მაგრამ თუ ქურთები შეძლებენ თავიანთი რესურსებისა და პარტნიორების ეფექტურად გამოყენებას, მათი დამოუკიდებლობის შანსები გაიზრდება.